მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ, მე პირადად, როგორც საარჩევნო პროცესში ისე ვაგრძელებ ეხლაც და შესაძლებლობის მაქსიმუმს ხარჯავ. მე არ ვიცი, ხშირად მავიწყდება დღე, რომელია, შაბათი კვირა, ესე გრძელდება ყველა სამინისტროში, ძალიან ბევრია საქმე, ძალიან დიდია მცდელობა, რამე თუ ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულებები ავიღეთ არჩევნების პროცესში, ძალიან ბევრი დაპირებები გავეცით და მივეცით ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ აუცილებლად უნდა ეს ყველაფერი შევასრულოთ. მე ჩემს თავსაც და საზოგადოებასაც შევახსენებ და ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც შეხვედრებზე არჩევნების პროცესში ვაკეთებდი დაპირებებს, ესევე გავყვები დღეს და ისეთივე თანმიმდევრობით მოვახერხებ და შევახსენებ მოსახლეობას, რას პირდებოდით და რა გაკეთდა ამ მოკლე დროში დაპირებებთან დაკავშირებით. სააგენტო ინტერპრეს ნიუს უსმენთ ლელა ბაღდავაძე მე წარმოვადგენ სამ მედია საშუალებას ინტერპრეს ნიუს რადიო პალიტრას და პალიტრა TV-ს და თუ წინააღმდეგი არ იქნებით ორ შეკითხვას დაგისვამთ. პირველი შეეხება ტარიფების საკითხს. 2 დღის წინ როცა ფინანსთა მინისტრს კიდევ ერთხელ კითხეს ჟურნალისტებმა ამ საკითხზე, მისგან მივიღეთ პასუხი, რომ ჯერ ზამთარი არ არის და შეგვახსენა, რომ ნოემბერი არ არის შემოდგომის თვე. თქვენ თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებების შესაბამის კომპანიებთან, რა სტადიაზეა მუშაობის პროცესი, მით უმეტეს, რომ როგორც საპარლამენტო უმცირესობა ამტკიცებს, ენერგეტიკის მინისტრმა აღიარა, რომ სატარიფო პოლიტიკა თურმე ყოფილა სწორი და თურმე ტარიფები არ ყოფილა ხელოვნურად გაბერილი. არის თუ არა ეს მართლაც ასე, შეიცვალა თუ არა ამ საკითხთან მიმართებაში ახალი მთავრობის პოზიცია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს უკავშირდება ირაკლი ოქრაშვილის დაბრუნებას. იყო თუ არა ახალი მთავრობისთვის წინასწარ ცნობილი მისი გადაწყვეტილების შესახებ, რადგან არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ მან მიიღო რაღაც გარანტიები წინააღმდეგ შემთხვევაში ის 11 წლიანი პატიმრობისთვის აქ არ დაბრუნდებოდა. კი ბატონო. რაც შეეხება ტარიფებს. პროცესი გაგვიჭიანურდა, სხვათა შორის მე დაგეგმილი მქონდა ჩემს გამოსვლაში ამას რო შევხებოდი და გამომრჩა. კარგია რომ შემეკითხეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ვერ მოახერხეთ გარკვევა ბოლომდე. ფასწარმოქმნა როგორ ხორციელდება ელექტროენერგიაში და ესევე გაზზე და უახლოეს დროში ალბათ მოახერხებთ და განმარტავთ. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ის განახევრება სასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა ეს არ გამოვა და გადაჭარბებულად საუბრობდით, როგორ ჩანს. აი ელექტროენერგიაზე, აი პრობლემა მაგალითად, აი დღეს არის შეხვედრა თურქეთში საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტად, რომელზეც ჩვენ დავნიშნეთ ბატონი კოვზანაძე, ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე გარდამაში იყო დაგეგმილი ბრესი აიწყო ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონზე მეტი ჯდებოდა დოლარი. აი 16 თეთრი, რომელიც არის გადასახადი ელექტროენერგიის, მათ რიცხვში ამ 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა. საუცილებელია და ყველა ქვეყანა ამას როგორც წესი გეგმავს, რომ ელექტროენერგიის საფასურში იყო შესული გადამცემების და ესე შემდგომ სისტემის სრულყოფის თანხები, რომ მუდმივად იყოს შესაძლებელი ამოღება გადასახადებიდან. აი ეს ჩადებული იყო 16 თეთრში, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის. ზუსტად ვაზუსტებთ, რამდენია უკვე თანხა ეს და ინტერრაოს ანგარიშზე უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და ინტერრაოს უნდა დაეფინანსებია ამ თანხებიდან შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში. რატომღაც 50 მილიონი გადახდილია საპარტნიორო ფონდიდან. საპარტნიორო ფონდი, რომელსაც არაფერი კავშირი ამასთან არ აქვს. და აი ჩვენ ამ ხელშეკრულების დარღვევას ვცდილობთ ახლა დანაკარგების გარეშე და თავიდან ვაპირებთ, თანაც ის ტენდერის ჩატარებული იყო აბსოლუტურად გაუგებრად. იქ არ იყო მოწვეული ნორმალური კომპანიები და ესე შემდგომ. ჩვენ თურქულ კომპანიასთან გვინდა მეგობრულად და როგორღაც მოახერხოთ ამის საფუძველი არსებობს კონტრაქტში, რომ გავწყვიტოთ და თავიდან დავიწყოთ ტენდერი და ფიქრი ის როგორ ავაშენოთ და ესეთი ავაშენოთ თუ სხვანაირი, რაზეც ძალიან ბევრი კითხვებია უკვე და არის სხვადასხვა ვარიანტები ამის, რომელსაც ჩვენ არ შევაჩერებთ და გავაგრძელებთ ამის შესწავლას. აი თუ გნებავთ ესეც კი, რომ აქ ჩადებულია და იქიდან გადაიხადა რატომღაც და კიდევ არის იქ კითხვები შესყიდვებსა და ტრანზიტებში, ამას ჩვენ ვარკვევთ და უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. თუმცა
ჩემი განცხადებები რომ განახევრებასთან ერთი-ორჯერ გავაკეთე მე ხშირად ამას არ ვიმეორებდი ტარიფების შემცირებაზე საუბრობდი შეიძლება ჩვენ მოახერხოთ ტარიფების შემცირება მაგრამ განახევრებაზე უკვე შემიძლია გითხრათ რომ ალბათ არ მოხერხდება და ეს პოლიტიკა რასაც ესენი ამტკიცებენ რომ სწორი იყო რა იყო სწორი ის რომ მოსახლეობას ახდევინებდნენ და უეცად საპარტნიორო ფონდმა გადაიხადა და დააფინანსა 50 მილიონი და მან დადო ხელშეკრულება ამის აშენებაზე რაც უნდა გაეკეთებია ინტერაოს იქიდან ამოღებული ფულით აი ესეთ რამებს ხვდებით და ჩვენ ახლა ვცდილობთ ეს კონტრაქტები კიდევ სხვა კონტრაქტებსაც რევიზიას უკეთებს სასწრაფოდ თუ გნებავთ ჩემი ვიზიტი ამასთანაც ამიტომაც გადაიდო ამერიკაში რომ ძალიან ბევრი სასწრაფო საქმეა გასახორციელებელი იქნება მოვასწროთ რომ ჯარიმების გარეშე წესრიგში მოვიყვანოთ ის კონტრაქტები და ვალდებულებები რაც წინა ხელისუფლებამ მოახერხა და გააფორმა აი ესეთია ტარიფებთან დაკავშირებით ალბათ ვერ მოხერხდება საუბედუროთ შემცირება მაგრამ ჩვენ მოახერხებთ მოსახლეობის სუბსიდირებას უფრო ისეთი ნაწილის უფრო მეტ სუბსიდირებას მივცემთ გადასახადებში რომ აქედან მიიღონ შეღავათი თუმცა რაღაც დონით შემცირებაც გაზისაც და ელექტროენერგიასაც ალბათ მოხერხდება განახევრებაზე ვამბობ უარს განახევრებაზე წინასწარი შესწავლის შემდგომ და ვარკვევთ პროცესებს როდესაც გავერკვევით მოსახლეობას დაწვრილებით მოახსენებთ მეორე შეკითხვას რაც შეეხება თქვენსას შეიძლება გაგეცინოთ და დავიფიცავ რომ მე და მაია პანჯიკიძე გუშინ წინ საღამოთი ვიჯელობდით ჩაჭიდებულად სულ სხვა საკითხზე აი მაშინ გავიგე გეფიცებით რომ თურმე დილით ჩამოსული ყოფილა ადრე და საღამოთი გავიგეთ მე და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ახლა პლუსებში არ შედის რა თქმა უნდა ინფორმაციის მიღება ხშირად ვერ ვახერხებ მე თიმე დაწყებამდე მოგახსენეთ და ეს ჩემი დიდი მინუსია რომ დრო არ მაქვს ისეთი ტემპით მუშაობ და ინფორმაცია მიმაჩნია მეორადად თუმცა ხშირად ინფორმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა არაფერში გაფრთხილებული მე პირადად აი ესე გავიგე და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემთან დილით ჩამოსული კაცი უკვე დაკავებული იყო და საღამოთი გავიგეთ ჩვენ რომ თუნდაც ირაკლი ოხროშვილი დაბრუნებულა მე პირადად შეიძლება რომელიმე მინისტრს ჰქონდა რაღაც კავშირი მე არ გამორიცხავ მაგრამ ეს ცენტრალიზებულად არც შემთხვევაში მეგობრობდნენ შეიძლება ვიღაც იცნობდა და რაღაც მოხდა მაგრამ ხო გარანტიებს გამორიცხავთ ახალი არავითარი გარანტია არავის არ იქნება არავითარი გარანტია ყველა უნდა კანონის წინაშე აგოს პასუხი და ყველა უნდა იყოს თანაბარი და მათ შორის მეც და პრეზიდენტიც ყველანი თანაბარი უნდა ვიყოთ და არავინ არ უნდა გამოირიცხებოდეს ესე იქნება ირაკლი ოხროშვილის თუ დამნაშავეა პასუხს აგებს თუ არ აქვს დანაშაული კანონის წინაშე რა თქმა უნდა გადაისუფლება და არავითარი ზეწოლა არ იქნება მადლობა ამის საპასუხოდ დღეს კიდევ ერთხელ ნაციონალური მოძრაობა ეს რამეს აცხადებს რომ თავად ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ტარიფებთან დაკავშირებით მისი წინასაარჩევნო განცხადებები არა მარტო მისი არამედ გუნდის რომელთაც ის მოვიდა ხელისუფლებაში ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებით დღეს ივანიშვილი აცხადებს რომ ეს ესე არ იქნება და ეს იყო გადაჭარბებული შეფასება როდესაც მან წინასაარჩევნოდ და მისმა გუნდმა ესეთი დაპირება დათქვა ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ნაციონალური მოძრაობის გადასახედიდან ეს ნიშნავს იმას რომ აქცენტი გადავიდა პოლიტიკურ რევანშზე იმიტომ რომ ისინი დაპირებებს ვერ ასრულებენ თუ კი დღეს ივანიშვილმა განაცხადა რომ განახევრება არ იქნება თქვენ რა დუთვლით ამათ ახალ ხელისუფლებას ამას ეს ნიშნავს არა იმას რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს დანაპირებს და ამიტომ მიდის რევანშზე ეს ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება რომელმაც თქვა რომ მე კი დაგფირდით ამას მაგრამ გულწრფელად გეუბნები მოვიდა ეს არ არის წამსვლელი ხელისუფლება ჯერ ეს არის მოსული ახალ მოსული ხელისუფლება მაგრამ ამას მე ალბათ ვერ შევძლებ დღეს სრულად იქ ლაპარაკი არის ნახევარს ალბათ ვერ შევძლებ რომ იქ რაღაცეები მაგ ხელი შეგვიშალა ანუ ეხლა თუ გვინდოდა ისევ ის ხელისუფლება გვინდა რომელიც ყოველ წუთში ნაციონალური მოძრაობის ლიდერთაგან რომელიმე ეტაპზე არა ბოლოს, როდესაც უკვე თავის გამართლება დაიწყეს თუ რატომ აგებენ არჩევნებს, ამას არ გეუბნებით. მანამდე ოდესმე გინახავთ ეთქვათ, რომ აი ჩვენ ეს რაღაც შევცდით ან ვერ შევასრულებთ ან ასეთი რამ გაგიგონიათ, არსებობს ისტორიაში სადმე ასეთი რამ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ დადებითად იმოქმედებს ხელისუფლება, მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომელიც ადამიანი, ვისაც უნდა იცხოვროს რეალობაში, ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც მას ფუჭი დაპირებებით კი არა, თუ ვერ ასრულებს იმას ამბობს მაინც, ეს ხელისუფლება. თუ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომ ყოველდღე რომ კომუნიზმში რომ ვაცხოვრებენ, ესეთი იყო და ესეთი მოქალაქის კითხვა ბატონო ვახტანგ, მაშინ რატომ პირდებოდით თუ კი არ იცოდით, რომ ესეთი სურათი დაგდებოდა? არის ასეთი რამ, რომ
უამრავი პრობლემაა. შეიძლება იყო გადაჭარბებული და იყო გადაჭარბებული მოლოდინი. ეხლა ჯერ კიდევ არ არის ეს ბოლომდე გარკვეული. გარდა ამისა, ეს არ არის მარტო ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი, სამწუხაროდ. იქ ისიც ითქვა, რომ აქ თურქეთში არის რაღაც ლაპარაკებები, ეს ინტერრაოს ინტერესებია. ხო არ დაგვავიწყდეს ვისი კომპანია, სახელმწიფო, ასე რომ აქ არ არის მარტო ლაპარაკი მხოლოდ საქართველოსზე, მხოლოდ საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ეს პრობლემები სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. თქვენ ხო არ იქნებ გავიხსენოთ, რომ სულ რაღაც 3-4 დღის წინ, როდესაც თელასთან იყო აქციები და საპროტესტო აქციები და გახსოვთ, მიიღო დაპირება თელასის დირექტორისაგან, რომ მოხდებოდა აღდგენა და ორშაბათ დილას, როდესაც ეს უნდა განხორციელებულიყო, ის აღმოჩნდა მოსკოვში. კი ბატონო. ერთი წუთით და ერთი ფრაზით დავამთავრე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ენერგეტიკული პრობლემა, ზოგადად პრობლემა თუა, ხო, ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არ არის მარტო ქართული პრობლემა. და შესაძლოა ეს ტარიფები კარგად იყო გათვლილი, შესაძლოა მათ ეს გათვალეს, მაგრამ დახვდათ უამრავი საკანონმდებლო ჩიხი. ეხლა შეიძლება ერთი მომენტით ყველაფერზე გაციო გვერდზე და გააკეთო რაღაცა ესეთი ვოლუნტარისტული თქვნებათ მეთოდით და დააზიანო უამრავი სხვა. თუ არა დაუთხრა ხალხს გულწრფელად, რომ მე კი ესე კვირდებოდით, მაგრამ რა ვქნა, ეხლა ამ წუთში ეს მდგომარეობა. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ უფრო დეტალურად ხართ ჩახედული ამ საკითხებში, განსაკუთრებით ტარიფებთან დაკავშირებით. ანუ შეცდა ქართულ ეთნობა, როცა თქვა წინა საარჩევნოთ, ესეთი დაპირება, როცა დათქვა, თუ მაინც იყო შესაძლებლობა და იმედი იმისა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ტარიფების განახევრება. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ტარიფების განახევრება და ზუსტი ციფრებისგან საუბარი ყოველ შემთხვევაში ეს აქტიური არ იყო. შეიძლება რომელიღაც მომენტში ქართული ოცნების რომელიღაც წარმომადგენელმა ისაუბრა განახევრებაზე, მაგრამ საუბარი იყო შემცირებაზე. ივანიშვილს არ უარყვია, რომ განახევრებაზე იყო მისი გუნდიდან საუბარი. მან თქვა, რომ განახევრება ეს ფუჭი, ესე რომ ვთქვათ, გადაჭარბებული შეფასება იყო მათი მხრიდან და ეს აღარ იქნება. განახევრება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ რომ ნახოთ იგივე ტარიფის სტრუქტურა, იგივე მთელი ის კომპონენტები, რომელიც შედგენილია, ის ტარიფები, რომელიც არის დენის, გაზის და იგივე წყლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განახევრება ეს არის საკმაოდ სოლიდური შემცირება და ალბათ ამის რესურსი, ამდენი რესურსი დღესდღეობით არ არსებობს, რომ განახევრება მოხდეს, თუმცა შემცირების რესურსი არსებობს. თუმცა ბატონი ვახტანგი საუბრობდა და მე აუცილებლად დავეთანხმები, ერთია რომ ამის სურვილი არსებობს და მეორეა იმ კომპანიების ინტერესები, ვისთანაც ჩვენ გვიწევს საუბარი ამ განახევრების შესახებ. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ დაუშვათ სამთავრობას აქვს ამის სურვილი. აქ არის საუბარი ინვესტორების ინტერესებზე, რომლებიც შემოსვიდნენ ქვეყანაში, თუნდაც იმ კონტრაქტით, იმ პირობებით, რომ ისინი ჩადებდნენ ინვესტირებას სხვადასხვა ჰესების მშენებლობაში, სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში, იმ კუთხით, რომ მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია თუ სხვადასხვა მსგავსი ტიპის პროდუქტი გაიყიდებოდა იმ ტარიფით, რა ტარიფიც იყო დადგენილი და რა ტარიფიც იყო ჩადებული კონტრაქტში. ანუ მე ერთი რამის დაზუსტება მინდა ბატონო ირაკლი. ამას ვერ გაიგებდა ოპოზიციაში მყოფი, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ქართული ოცნების გუნდი, ვიდრე დეტალურად არ ჩაიხედებდა კონტრაქტებში. კონტრაქტები, იქ არის უფრო შიდა სამზარეულო, რასაც ქვია, რაც გარედან შეიძლება არ იყოს ესე დეტალურად მისი შესწავლა შესაძლებელი, მაგრამ როდესაც უკვე უშუალოდ შეხება გაქვს ამ დოკუმენტაციასთან, უშუალოდ მეორე მხარესთან, ვის წინაშეც სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, ბუნებრივია ამის შემდეგ მიდის უკვე ამ თემებზე საუბარი და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველაფერი შეიძლება ისე არ იყო, როგორც მათ წარმოედგინათ. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, შემცირების რესურსი მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვფიქრობ, რომ მაინც არსებობს, თუმცა განახევრების, ტარიფების განახევრების მოლოდინი ალბათ ცოტა მაინც გადაჭარბებული იყო. ეს მანამდეც მე პრინციპში ესე აქტიურად განახევრებაზე არ მომისმენია საუბარი, მაგრამ როგორც ვთქვი, შემცირება კიდე დღევანდელი პირობებითაც, ინვესტორებთან მოლაპარაკებებითაც და იმ პირობებითაც, რაც მათთან ურთიერთობა არსებობს, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. კი ბატონო, მოდით გადაცემაში რეკლამის დროა. ბატონ კორნელიუსაც მე თუ სურვილი ექნება ტარიფებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს, მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხები, იგივე იმპიჩმენტის საკითხი, კონსტიტუციის შეცვლის საკითხი, რაზეც ბატონი ვახტანგის აზრი ყველაზე საინტერესო იქნება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი, დაგველოდეთ.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენ საუბრობთ დღევანდელი პრესკონფერენციიდან გამომდინარე არსებულ თემებზე. გადაცემის პირველ ნაწილში მაინც შევჩერდით ტარიფებთან დაკავშირებით ბატონი კორნელის აზრით საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით. გარკვეულწილად თქვენც გქონდათ მოლოდინი თუ არ გქონდათ? მე უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ ახლა მე ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ უბრალოდ ამ პრესკონფერენციის დროს ბიძინა ივანიშვილს მოუხდა რამდენიმე არაპოპულარულ თემაზე საუბარი. ერთ-ერთი მათგანი იყო ტარიფებთან დაკავშირებით და მეორე ეს იყო დაკავშირებული ამ თქვათ ამინისტიასთან დაკავშირებით, რომელმაც რა თქმა უნდა გამოიწვია სხვადასხვა აზრი საზოგადოებაში. თვითონ რაც შეეხება ტარიფებთან დაკავშირებით, მე მიმაჩნია, რომ პრინციპში გარკვეულწილად დღევანდელი განცხადება არის ალბათ იმისი ნიშანი, რომ თვითონ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტნაკლებად გამოვიდნენ ამ წინასაარჩევნო ეიფორიიდან, როდესაც მათ ჰქონდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, დაპირებები, რომელიც მათ მისცეს. არა ყველა პოლიტიკური პარტია პრინციპში მეტნაკლებად ასეთ დაპირებებს იძლეოდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურ სიტუაციაში, როდესაც ისინი მეტნაკლებად გაიცნენ, აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უნდა უთხრას ის არაპოპულარული, თქვათ, რეალობა, რომელიც დღეს არსებობს და სწორედ ეს მოხდა დღეს. ანუ, როდესაც დაჯდნენ და გადათვალეს, აღმოჩნდა, რომ ეს, თქვათ, ტარიფები დაწევა და განახევრება ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია. ასევე ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ უბრალოდ მაშინ როგორც მოქალაქეს ისე ჩაგეკითხებით, დღეს, როდესაც თქვენ მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ როგორც აღმოჩნდა გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა თავად იმ გუნდს, თქვენ დაიჯერეთ ეს თუ მაინც ჩაუთვალეთ, რომ წინასაარჩევნო ერთგვარი PR ტექნოლოგია იყო, ამაზე გაიგებინათ აქცენტი? ნუ ახლა გასაძრახი არაფერი არ არის. საქართველოში პრინციპში ყველა პარტია სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ყველა ქვეყანაში ეს არის პოპულიზმის ტიპიური ნიმუში, როდესაც ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები მიმართავენ არჩევნების დროს. იმიტომ რომ იქ ჩვენ არჩევნების რიტორიკას თუ გადავხედათ, იქ ისეთი თქვათ პირობები იყო მიცემული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან, ხო? იმისი ნახევრის შესრულება ზოგიერთი მათგანი ისეთი არარეალური იყო, რომ ამის შესრულება რთული იყო, მაგრამ ყველასი არა მარტო მეტნაკლებად, კი, მეტნაკლებად ესეთი იყო, იმიტომ რომ ხა ჩამოთვლა ძალიან შორს წავიყვანს, მაგრამ და მათი შესრულება წარმოუდგენელი იყო და ეს ალბათ, ნუ მოსახლეობის რაღაც ნაწილს იცოდა კიდეც, რომ ამის შესრულება თქო შეუძლებელი იყო, მაგრამ ასევე არსებობს მეორე ვარიანტი, რომ უბრალოდ იმ გუნდს, რომელიც მუშაობდა თქო ამ წინასაარჩევნო პლატფორმაზე ქართული ოცნების, შესაძლოა რაღაც ვერ ქონდა თლად ბოლომდე გააზრებული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ქონდათ, არ მიუწვდებოდათ ინფორმაციაზე ხელი. ამისი მაგალითი არის, მაგალითად ჩვენ თუ გადავხედათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა და სტოკარის წარმომადგენლებს კიდევ თქვათ რამდენიმე, ანუ აღმოჩნდა, რომ სიტუაცია არც ისეთი არის, როგორც თქვათ ერთი შეხედვით ჩანდა. რეალური ფასებია და როგორც აი ჩვენმა კოლეგამ ისაუბრა, პრინციპში პრობლემა არის, რომ დაწევა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მე როგორც გავიგებ, სერიოზული პრობლემა არის, განახორება, როგორც თვითონ ამბობენ სპეციალისტები შეუძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემა არის თვითონ ინვესტიციების მოზიდვაში. ანუ ჩვენ თუ ესეთ პირობას დავუყენებთ ინვესტორს, ხო, რა თქმა უნდა, საქართველოს არის დამოკიდებული, ხო, ენერგეტიკის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თუ ესეთ პირობას დავუყენებ, ხო, რა თქმა უნდა, ის ინვესტორი არ იქნება დაინტერესებული და ესეც არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მე მგონი გააცნობიერმა ამ ახალმა გუნდმა. კი ბატონო, და ეს თქვენ პლუსად ჩაუთვალეთ, მაინც ახალ გუნდს, როდესაც გამოვიდა და თქვა, რომ ის, რასაც ჩვენ მაგალითად წინასაარჩევნოდ ვამბობდით, გადაჭარბებული აღმოჩნდა და ესე არ იქნება. ნუ მე მგონი ამის თქმა ეხლავე ჯობდა, ვიდრე თქვათ შემდეგ უთხრა, იმიტომ რომ მე მესმის, რომ შეიძლება მოსახლეობის ნახევარი თქვათ გულაცრუება მოყვეს ამისი, მაგრამ ჯობია ეხლავე და დროულად ითქვას ამის შესახებ, რომ რაღაცეები არარეალური აღმოჩნდა. ნუ ეს სხვა მომენტი არის, თქვათ, რამდენად მომგებიანი იქნება ეს თვითონ ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ არის ამორჩეველი, რომელიც მათგან ძალიან ბევრ რაღაცას ელოდა და აქედან გამომდინარე, ალბათ ამის თავისი ფასიც ექნება, რომელსაც ჩვენ ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება, როდესაც მოდის, ხო, თქვათ, შეპირებები შეიძლება ბევრი ქონდეს, მაგრამ რეალურად შეიძლება სხვა მომენტი ქონდეს სხვადასხვა მიზეზების გამო და ამას ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეული პერიოდში, თქვათ, ამ არჩევნების გზით თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით რაღაცებში, აი გამოჩნდება, რამდენად იყო თქვათ ეს საკითხები მომგებიანი თუ წამგებიანი. კი ბატონო. საინფორმაციო სააგენტო ივერონის პრეს-კლუბში პარტია იმედის თავმჯდომარე ირინა სარიშვილიც მივიდა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები განახევრებული ან საერთოდ გამქრალია.
მე დღეს უსმენდი რაც გავიგე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცოტა გამიჭირდა შინაარსის გამოტანა ბოლომდე, უსმენდი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას, სადაც ესე იგი ფაქტიურად ყველა მათი დანაპირები, რაც იყო, ყველაფერი ან არის განახევრებული, ან გამქრალი. გადაჭარბებული აღმოჩნდა პენსიაზე დანაპირები. გადაჭარბებული აღმოჩნდა ხელფასების ზრდა, ისე ვერ გავსდით, როგორც შეგვირდითო. ისე ვერ მოუმატებთ პენსიებს, როგორც შეგვირდითო. ტარიფებს იმდენჯერ ვერ შევამცირებთ, რა პირობაც დავდეთ. ეხლა თუ ისიც 2-ზე უნდა გავყოთ და 3-ზე უნდა გავყოთ, როგორც ვაფასებდით წინა ხელისუფლებას და ეხლა თურმე ისინი ისეთი ბანდიტები აღარ ყოფილან, როგორც შევპირდით მოსახლეობას ბჭყალებში და ეხლა უკეთესები არიან, მაშინ ესეც უნდა გვითხრან.